სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. გამომგზავრებამდე ბიძინა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სახელით მოწყობილ სადილს დაესწრო. არაოფიციალურ გარემოში გამართულ შეხვედრას უმცირესობის გაღიზიანება მოჰყვა. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის გამართულ სადილზე ოპოზიცია არ მიუწევიათ. ქართული დელეგაციის პატივსაცემად გამართულ სადილს ევროპის სასახლეში ჟან-კლოდ მინიონი მასპინძლობს. საქმიან სადილს სხვა ქვეყნების დელეგაციების წევრებიც ესწრებიან. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ალექსეი პუშკოვი და საქართველოს მიმართ კრიტიკული შეკითხვებით გამორჩეული პოლონელი დეპუტატი. ბატონი მინიონის ინიციატივით იყო და მან მოგვიწვია სტუმრებად. რატომღაც სტუმრად იყო წარმოეწონათ ჟურნალისტებს იქ რუსული დელეგაციის წევრებიც იყვნენ და მე მოახერხე გასაუბრება სუპრასთან. მოახერხე გასაუბრება პოლონელთანაც, რომელმაც ყველაზე თქვათ ისეთი მკაცრი კითხვა დამისვა. ამას არ მიაღწიეს ყურადღება, რატომღაც მათო ეს დაემასწორეს, რომ და ძალიან დაუმეგობრდი პოლონელ დეპუტატსაც. ქართული დელეგაციის მიამიტობა ასიაფასებენ ოპოზიციის წევრები ვახშამს, რომელზეც მიწვეულები არ ყოფილან. საპარლამენტო უმრავლესობა კი განმარტავს, რომ სადილზე მიწვეულ სტუმართა სია თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ მინიონმა შეადგინა. არის უბრალოდ მიამიტობა ფიქრი იმისა, რომ აი ესეთი კულუარული შეხვედრით ამე გადაწყდა. მე შეგახსენებთ, რომ ბატონი პუშკოვი არის საქართველოსადმი ერთ-ერთი ყველაზე მტრული დამოკიდებულებით ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად გამოდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მოთხოვნით. ბატონი პუშკოვი არის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი. რუსეთი არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. ჩვენ აი ამ დარბაზში ერთად ერთ დარბაზში ვზივართ და ერთ დარბაზში ვსაუბრობთ, ერთ დარბაზში ვკამათობთ, ერთ დარბაზში ხმას ვაძლევთ. ამიტომ ეს არის გარდაუვალი. ასე გადაწყვიტა ბატონმა მინიონმა, რომ ასეთი უნდა ყოფილიყო შემოადგენლობა და ჩვენ რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ გავაპროტესტოთ და რაღაცა პრობლემები შევქნოთ იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლანჩს დაპატიჟებს და ვის არა ის იყო მისი ლანჩი. საქართველოს პრემიერის სტრასბურგში ვიზიტის ბოლო შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან შედგა. ვიქტორ პონტასთან ბიძინა ივანიშვილმა ონხრივი თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს. რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ უპასუხა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მეცხრე არხის შეკითხვას. არასდროს არ გამომითქოს მე იოლი პერსპექტივა რუსეთთან დაკავშირებით. თუმცა დასაწყისი კარგია. სწორი ქცევით ჩვენ მოახერხეთ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა დავიწყეთ. კარგად მიმდინარეობს. რაც შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საერთოდ რუსეთთან საბოლოო ურთიერთობის დალაგებას, რა თქმა უნდა, ამას დრო დაჭირდება. მოკლე დროში შეიძლება და ის რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან ოსტატურად გააკეთა. ჩიხში შესვლა იოლია. პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოში პირველ ვიზიტს დადებითად აფასებს. ვიზიტით კმაყოფილები არიან დელეგაციის წევრებიც. თინა ხიდაშელის თქმით, მინიონის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა ევროსაბჭოს მხრიდან ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიმართ ინტერესთა მხარდაჭერას ადასტურებს. ვიზიტი მე მგონი რომ ძალიან დაყოფიერი, შედეგიანი, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული, ეს მოკლე, ესე ვთქვათ, ბლიც კომენტარები. გამოსვლა პრემიერის ძალიან საინტერესო, ყოველ შემთხვევაში ვისაც მე ვესაუბრე ჩემ კოლეგებს აქ მათი ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ვიზიტის ბოლოს პრემიერის პატივსაცემად სტრასბურგში კიდევ ერთი მიღება გაიმართა. მიღება ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სახელით ევროპის სასახლეში გაიმართა.